დღე დასასრულისკენ მიდის. სულ მალე ჟიურის წინაშე ბოლო კონკურსანტი წარსდგება. სწორედ მასზეა დამოკიდებული, როგორ დასრულდება ნიჭიერის მესამე სეზონის კასტინგები. და ეს რთული მისია ბათუმელ ნინიკო კახაძეს ხვდა წილად. მე ვარ ნინო კახაძე, 14 წლის ბათუმიდან. პატარაობიდან დაინტერესებული ვარ სიმღერით. იმას, რასაც მე ვმღერი, არის საკუთარი ძალებით და შესაძლებლობებით შესრულებული. რა უნდა იმღერო ნინო? მიყვარს ეს სიმღერა. ძალიან რთული სიმღერა ლამაზია და საპასუხის მგებია. წითელი ღილაკების ძალიან მეშინია, მაგრამ იმედი მაქვს, არ დავიმსახურებ. ავი შენ იცი. გამარჯობა. აბა გაგვეცანით, ვინ ხართ, საიდან ხართ? მე ვარ ნინიკო კახაძე, 14 წლის ბათუმიდან. და რას აკეთებ? უნდა შევასრულო სიმღერა. რას შეგუსრულებ? ჰალელუია. აბა ნახოთ, რას აკეთებთ, როგორ მღერით? Like these, the philosophy, the manifold and the major league, the powerful key composed hallelujah, hallelujah, hallelujah. Hey, watch out! Maybe they'll sing out of ვერ წარმოვიდგენდი ესეთ პატარა გოგოს ამ ხელა ხმა თუ ამოვიდოდა პირიდან. ყოჩაღნინო ძალიან მაგარი შესაძლებელი. მართლა დიდი, გრანდიოზული, უზარმაზარი ხმა მოგდის პირიდან. მომღერალი კი არა, პროფესიონალი დგას სცენაზე. ძალიან გაიგო. მადლობა. მაგას ქვია ნიჭიერი ბავშვი. ორი ამბავი მაგ ერთი კარგი და ერთი ცუდი. ცუდი დაიწყე, რომ მე კარგიც დაამთავრო. მეგოჯობია კარგი დავიწყო, იმიტომ რომ ეს კარგი იყო და სანერვიულო ეხლა აღარაფერი არა აქ და სანერვიულო გექნება, იმიტომ რომ მე მგონი რომ კიდე მოგიწევს. ეგ ცუდი ამბავია. კი თუ არა? რა თქმა უნდა, კი. გეგა კი თუ არა? სამი კი გავიდა გავადები შემდეგ. დიდი მადლობა, უმასვარი. მაგარი ხარ. ნინი, სად იყავი ამდენ ხარ? სად იყავი? რამდენი ხანია გელოდებით, კაცო? შენი იმედი გვაქვს ჩვენ. შენ ხარ ის ნიჭიერი, რომელსაც ველოდებოდი. ცალმა ხმამ ყველა მოხდა. ნინიკო ნამდვილად იმსახურებს დღის აღმოჩენის ტიტულს. ასე დასრულდა ნიჭიერის კასტინგები. ნიჭიერის კასტინგები დამთავრდა. თუმცა ყველაზე საინტერესო ჯერ კიდევ წინ არის.
სულ ცოტა ხანში მეორე ტურში გადასული მონაწილეების რაოდენობა განახლებდება. ჟიური მათ გამოუტანს განაჩენს და ჩვენ გავიგებთ თუ ვინ გადავა ნახევარფინალში. ამიტომ დაელოდეთ შემდეგ ორშაბათს. შემდეგ სერიაში ჟიური ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე. 100 მეტი კონკურსანტიდან მხოლოდ 50-ს გაუმართლებს. კონკურენცია იცით რომ ძალიან დიდი არის. ბევრი ვიმსჯელეთ და საბოლოოდ მივედით შემდეგ გადაწყვეტილებამდე. მსგავსი შესაძლებლობების მქონე მონაწილეებისთვის ჟიური კიდევ ერთ ტურს აწყობს. ბევრი კანდიდატი და მხოლოდ 5 ვაკანტური ადგილი ნახევარფინალში. გაგვიჭირდა თქვენ შორის არჩევა, მაგრამ ნახევარფინალში გადადის. თქვენი ფავორიტებიდან ვინ გახდება ნიჭიერის ნახევარფინალისტი? ზუსტად ერთ კვირაში ჩვენ 50 იღბლიანის სახელი გვეცოდინება. გილოცავთ თქვენ ნახევარფინალში.